ჩვენი ძალა იმაშია, რომ ჩვენი შვილები არიან მართლები და სიმართლე ცოტა ისეთი რაღაცაა, რომ თვითონ ბრძოლის უნარიანობას გმატებს, იმიტომ რომ ძალაუნებურად როცა მართალი ხარ, ადრე იქნება თუ გვიან შენ სამართლს ყოველთვის პოულობ და აუცილებლად ვიპოვით და ამიტომ ვერანაირი როცა მართალი ხარ ვერ გაშინებს ვერავინ და ვერაფერი ყველას და ყველაფერს ეჯახები და ამით ძალიან დიდი ძალა გვაქვს რომ ძალიან დიდი ძალა თვლი იმას რომ ვართ მართლები ყველანაირად და ისიც ვიცი ძალიან კარგად რომ ჩემი შვილი არის უკანონოდ დაკავებული სამშობლო სიყვარულისთვის არის დაკავებული და მეტი არაფრისთვის და აუცილებლად მივახცევთ ჩვენ სიმართლეს, დავამტკიცებთ, ბოლომდე ვიბრძოლებ, ნამდვილად არ ვაპირებ გაჩერებას, ვერც გამაჩერებენ, ვერც შემაშინებენ. შეშინებით პრინციპში რაღა უნდა შემაშინონ, ისე აწამეს ჩემი შვილი, შეშინებულიც ავარ, გადაშინებულიც და დამთავრებულიც არის უკვე გამთავრებული. აღარ დაგიტოვეს შიში. ხო, შიში აღარ დამიტოვეს, შიში საერთოდ წამართვეს და მომპარეს. და საერთოდ აღარაფრის აღარ მეშინი ადრე თუ რაღაცაზე მქონდა რაღაც შეგრძნებები, ეგ შეგრძნებების დამაკარგინეს ამათმა. ისე რომ აუცილებლად გავემარჯვოთ მჯერავს და მწავს და ძალიან ძლიერად ვდგავარ და ღმერთმა იმის ფუფუნება მომცა, რომ აი ამ პატიმრის მშობლები აი ეს ერთ გუნდად და ერთ ოჯახად გადავიქეცით და მეუღლეები, დები, ძმები და რაღაცა ისე ვართ შეკრულები და ეს ძალა, ეს ერთობა აუცილებლად წარმატებას მოგვიტანს.